ადამიანი, რომელსაც არ სწამს, ის თავის ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. აი როგორც მაგალითად ადამიანია და ღორის ცხოვრებით რო იცხოვრობს. აი ღორივით რო იცხოვრობს რა, ღორივით. ხო იტყვი რომ ბიჭო ეს რაც დაემსგავს, ეს როგორ შეიძლება ადამიანი ასე ლაფში იწვეს და თელი დღე და სალაფავს ჭამდეს და ჩვეულებრივად აი ღორს რომ მიუწვეთ. ხო წარმოუდგენელია. არ შეიძლება ასე ცხოვრება. ადამიანი ბუნების საწინააღმდეგოდ იქცევა, ხო? აი ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც გონებაზე უარს ამბობს. როცა მისი გონება არ არის გამოყენებული სრულად და მთლიანად, მოაზროვნეობაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ გამოცხადებით ვიცით, იოანეს წერილია ეს, დიდი იოანესი, რომელსაც თავისი მერე სახარება სოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი დაწერა. გვეუბნება, რომ ჩვენ მოგცა გონება ღმერთმა, რომლითაც ვიცით ღმერთი, ვიცით განკაცებული ღმერთიც, ვიცით, შეგვიძლია ვიცოდეთ. ეს გონება ჩვენ ამიტომ მოგვეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.